სტუდიის სტუმარია პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ლალი ბადრიძე. მოგესალმებით ლალი და მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მარი აქ მოწვევისთვის და მივესალმები ტელემაყურებლებს. პირველ რიგში მე მინდა წარგადგინოთ როგორც საერთოდ ფსიქოლოგთა საზოგადოებაში თქვენ ძალიან ცნობილი ხართ და ძალიან კარგად ვიცით თუ რა საქმიანობას ეწევით და რამდენად ფართოდ არის გაშლილი თქვენი როგორც სამეცნიერო ისე სასწავლო ისე ფსიქოთერაპიული მიმართულებები, მაგრამ შეიძლება მაყურებლისთვის საინტერესო იყოს თუ რას ნიშნავს პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპია ზოგადად. რა მიმართულებები აქვს მას, როდიდან არის და პოზიტიური ფსიქოლოგია და პოზიტიური ფსიქოთერაპია რამდენად ერთი და იგივეა. აი რაღაც ამ თემაზე რო ვისაუბროთ, ანუ პრინციპში თქვენ საქმიანობაზე. კი ბატონო. პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპია ნიშნავს საოცრებას. ეს არის ჩემი საყვარელი მიმართულება ფსიქოთერაპიაში. მე სანამ მოვიდოდი პოზიტიურამდე, მანამდე სხვადასხვა მიმართულებები ვიყავი დაკავებული და ერთმანეთზე უკეთესია ყველა, მაგრამ ჩემი სიყვარულია პოზიტიური ფსიქოთერაპია. და ხშირად რომ მოდიან ხოლმე ამბობენ, აი მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა ერთი გოგონა მოვიდა და ისე იყო, მე მეგონავ, ეხა მოვიდოდიო და იქნებოდა შაქარი მურაბა და თაფლიო. მაგრამ ჩვენი პოზიტიური მაგას არ ნიშნავს. ანუ პოზიტიური ეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს ანუ პოზიტუმ და ნიშნავს არსებულს და მოცემულობას. ის რაც არის თავისი პლუსით და თავისი მინუსით. ანუ ჩვენ განვიხილავთ მოვლენას ადამიანს სხვადასხვა მხრიდან და ნუ რა თქმა უნდა ყველა მიმართულება ესე განიხილავს, მაგრამ ანუ და პოზიტიური ფსიქოლოგია უფრო პოზიტიურ განწყობებზე ალაპარაკი და პოზიტიური ფსიქოთერაპიას ხშირად ეშლებათ ერთმანეთს. ხშირად ეშლებათ. კი. პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფუძემდებელი გახლავთ ირანული წარმოშობის გერმანელი მეცნიერი, ექიმი, ფსიქიატრი ნოსრატ პეზეშკიანი და ის ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე. მოგეხსენება სულ 63 ფსიქოთერაპევტი იყო ნომინირებული ამ პრემიაზე, ეს გახლდათ ფროიდი, როჯერსი და პეზეშკიანი და მე მგონი რომ სამივე იმსახურებდა ამ პრემიას, საოცარი ადამიანები და ნოსრატზე ამბობენ რომ ეს იყო ადამიანი მზე. სადაც შევიდოდა ყველგან ანათებდაო, რასაც ქვია. და მოხდა ასეთი რამ, რომ როდესაც ის ჩამოვიდა სასწავლებლად ირანიდან გერმანიაში, სწავლა დაიწყო სამედიცინო ინსტიტუტში და ეხმარებოდა დევნილების თარგმნაში ექიმებს. და აღმოაჩინა, რომ გერმანელი ექიმები საერთოდ არ იცნობენ აღმოსავლურ კულტურას. და ის, რაც გერმანელებისთვის იყო მისაღები, ირანელებისთვის არ იყო მისაღები. განსაკუთრებით ნებისმიერი აღმოსავლელისთვის აბსოლუტურად სხვადასხვა იყო. არ ესმოდათ ერთმანეთის. და ეს ამ ყველაფრის დაგვირგვინება იყო, როდესაც ის გერმანელმა მეგობარმა მიიწვია სახლში და იქ დედამ მკითხა, რომ გშიაო და ამან უთხრა, არა ვარ მშიაო. მაშინ შენ დაგველოდე ჩვენ ვისადილებთო. და მოკლედ ეს დასვეს და დედაშვილმა ისადილა. და ეს გაოგონებული დარჩა, რა არისო ეს, რა ხალხიაო. თურმე ირანში მინიმუმ 3 ჯერ უნდა შემოგთავაზონ რამე რომ შენ დათანხმდე. თქვენერად უძდელობათ ითვლება და როგორც ჩვენთან იმერეთში. კი, ზუსტად იმერეთში და კახეთში ვარიანტია. და ნუ გერმანელმა კიდე ჩათვალა რომ რა ვიცი, თუ უნდა ხო იტყვის რომ უნდა. და თანდათან ამაში რომ გაერკვა, მიხვდა რომ ეს კულტურალური განსხვავებებიც ძალიან მნიშვნელოვანია ექიმმა რომ გაითვალისწინოს მუშაობის დროს და ის გაეცნო 20 კულტურის უпростоრად ნახე 20 კულტურაში ჩაღრმავდა დაინტერესებდა რა ქონდათ ამ კულტურებს საერთო აი ყველაფერი ის რაც ყველასთვის ერთი და იგივე იყო ეს რა შეხედულებები იყო და მართლაც აღმოაჩინა ეს უნარები რომლებიც ყველა კულტურას ქონდა საერთო და აღმოაჩინა რომ ამ უნარების უკან დგას კიდევ ეს ემოციები დგას გრძნობები და ერთ-ერთი საფუძველი იყო ეს ძალიან ბევრი თანამოაზრე ყავდა მას და უცებ გავრცელდა მოკლედ ეს მიმართულება და სხვათა შორის ჩანაწერებია, როდესაც ის გამოდის მსოფლიოში, ну აი ყველაზე ესეთი ცნობილი და აღიარებული ფსიქოთერაპევტებს ჰქონდათ ვენაში იყო რაღაც კონგრესი და მოიტანა 2 ვაშლი.
მისცა ერთი ვაშლი და აქ მე რამდენი ვაშლი გაქვს ეკითხება მე მგონი როჯერს მისცა თუ ზუსტად არ მახსოვს და ერთიო მეც ერთიო ხო და რო გავცვალოთო შენ რამდენი ვაშლი გექნება ერთი მეც ერთი ვაშლი მექნებაო მაგრამ იდეები რო გავცვალოთო შენც ორი იდეა გექნებაო და მეც ორი იდეა მექნებაო და ის მომხრე იყო რომ ადამიანებს გაეზიარებინა ცოდნა იმიტომ რომ უფრო გავსდილიყავით სულ ყველა ხო რომ რაც მე ვიცი და რო გაგიზიარებ შენც უფრო მეტი იცი და შენ რო გამიზიარებ მეც უფრო მეტი თანამშრომლობის და მაგრამ მე სიამაყით მინდა ვთქვა რომ პოზიტიური ფსიქოთერაპია ეს არის გამორჩეული მიმართულება ურთიერთობებით ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი დღეს პრეზიდენტი არის მისი შვილი რომელიც ძალიან ზრუნავს ამ მიმართულების განვითარებაზე და მე ესეთი ერთობა ბევრგან არ მინახავს. ესეთი გვერდში დგომა. ჩვენ საქართველოში ქონდა ძალიან დიდი კონფერენცია საერთაშორისო, სადაც მსოფლიოს 25 ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული ადამიანები და ვერ წარმოიდგენ როგორი სითბო, როგორი სიყვარული და საქართველოზე გაგიშდნენ. ესე იგიო, თელ მსოფლიოში სად არ ვართ ნამყოფებიო და ესეთი არაფერი არ გვინახავსო და ერთ-ერთ უნივერსიტეტში მქონდა სეულში მოგეხსენება და ნუ ხო ძალიან სასწაული კორპუსი და ეს არის და ვა ჩვენთანო გერმანიაში არ არისო ესეთი ესო რა მაგარია მე ვთქვი საქართველოში სულ ესეთი უნივერსიტეტები გვაქვს მეთქი ხო და ხო რატომაც არა მართლაც და აი ქართველებით მოიხიბნენ ნახე გინდოდა რაღაცის კითხვა ჯერ მკითხე თუ ნახე მარი ესე იგი ეს თავის თავში და ეს რომ მიხვდა რომ ის სულიერება რაც აღმოსავლეთში იყო დასავლეთში რა არის უფრო რაციონალიზმი და მან გადაწყვიტა რომ ეს აღმოსავლური სულიერება და დასავლური რაციონალიზმი ერთად მოექცია და გაერთიანებინა და მან ეს მოახერხა ანუ პოზიტიური ფსიქოთერაპია მოიცავს ზუსტად ამას აღმოსავლური სულიერება, დასავლური რაციონალიზმი და ყველაზე კარგად ეს რომელ ქვეყანაშია? რა თქმა უნდა ჩვენთან. რა თქმა უნდა საქართველოს. აი ზუსტად ჩვენია. ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის კულტურალური გარემო, რა გარემოშიც ცხოვრობს ადამიანი. ის კოორდინატთა სისტემა, რაც მას აქვს არჩეული, ეს ღირებულებათა სისტემა, ეს იქნება რელიგიური თუ ტრადიციული თუ სხვა და იმდენად სხვადასხვანაირად ესმით ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე მცნება რომელიც შეიძლება იყოს სიყვარული მეგობრობა ერთგულება თითქოს რაც არის ძალიან ზოგად საკაცობრიო მაინც თავის ფილტრში ატარებს ადამიანი და სხვა შორის მე ჩემი ერთ-ერთი შუალედური განათლებით კულტუროლოგი ვარ რელიგიაცოდნე კულტუროლოგია და იმდენად დიდი სიღრმეა თვითონ რელიგიასა და კულტურაში, რომ ალბათ ამის ცოდნის გარეშე ძალიან ძნელი იქნება, რომ გაიგო ადამიანი და მართლაც ეს თქვენი მიმართულება ამ ხრივ ძალიან გამორჩეულია. როგორ შეიძლება აქ ადამიანი მოხვდეს თქვენთან, ან თქვენ ხართ პრეზიდენტი ამ ასოციაციის, რაც ძალიან საპატიოა, იმიტომ რომ მართლაც მე ვიცი, რომ ეს ხშირად გაქვს კონფერენციები, გასვლები. მართლაც საოცარი ოჯახია. მე გიცნობთ, მე ვიცნობ თქვენ ოჯახს და ამართლებთ თქვენს და თქვენი ოჯახიც სათაურს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პოზიტიური სათაურიც. და აი რა ხდება თქვენთან? ეს არის რაღაც საშუალება, საჭირო ადამიანმა ისწავლოს, ეს არის რაღაც ვთქვათ ინსტიტუტი თუ რა და გაქვთ თუ არა აკრედიტაცია რა თქმა უნდა პირველ რიგში. მარი ნახე ჩვენ არა გვაქვს ქართული ინსტიტუტი. მე ვარ გერმანული ინსტიტუტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში. ჩვენთან ხდება ფსიქოკონსულტირების სწავლებაც და ფსიქოთერაპიის სწავლებაც. თუმცა ასწავლიან მოწვეული ლექტორები, გამოცდებს აბარებენ ვისბადენის აკადემიის სპეციალისტებთან და გაიცემა გერმანული სერტიფიკატი, ვისბადენის აკადემიის სერტიფიკატი. ჩვენ ამას ვაორგანიზებთ და დანარჩენ, ანუ ისეთ საქმეებში ვეხმარებით. და კლინიკა და ცენტრი გვაქვს პოზიტიური ფსიქოთერაპიის გარდა ამისა ჩვენ გვაქვს აი პრაქტიკული ფსიქოლოგიის კურსი, სადაც ისწავლება სხვადასხვა მიმართულება ფსიქოთერაპიის, რომ გაიცნო ისეთ დონეზე, რომ გამოიყენო და ეს ცხოვრებაში გამოგადგეს. და მეორე, გარდა ამ თეორიისა, არის პრაქტიკა. ერთწლიანი კურსია და მე ვთვლი, რომ ეს არის აი არ ვიცი, ტრანსფორმაციული კურსი. ვაფრთხილებ ხოლმე წინასწარ ადამიანებს, როცა იწყებენ სწავლას, რომ იცოდე
1 წლის მერე შენი აღარ იქნები ვინც ხარ. შეიძლება ბევრი რამე ან ვინმე დაკარგო. და ბევრი შეიძინო და შენი გადაწყვეტილება, ანუ ამნავიც როცა დგამ, მზად უნდა იყოს ცვლილებისთვის. და ამ ბოლოს ძალიან დიდი მოთხოვნილება არტ თერაპიაზე და არტიც არის ჩვენთან ძალიან აქტუალური და ამ პოზიტიური ფსიქოთერაპიის საფუძვლებზე დაყრდნობით გვაქვს არტ თერაპიული მიმართულება და ესეც, რა ვიცი, საოცარ და ყველაზე მაგარი რა არის? არ ვიცი, საოცარი ხალხი მოდის ჩვენთან. ერთმანეთზე უკეთესები. ვფიქრობ ხოლმე, რომ რა ვიცი, სამყარო ესეთ ადამიანებს რომ იგზავნის, მე ვარ ბედნიერი ადამიანი მართლაც, რომ ამდენ საოცარ ადამიანს შევხვდი ცხოვრების მანძილზე და ეს პოზიტიურები ხო მართლა არის, საოცარი ადამიანები არიან. კი ბატონო, აი თქვენ თქვით 1 წლიანი, მაგრამ აი ეს რომ აიღოს ფსიქოთერაპევტი რო გახდეს 4 წლიანი კურსია, კი. აი მაგაზე რომ ისაუბროთ ამ 4 წლიანი კურსია, სადაც სწავლის უფლება აქვს ექიმი, ფსიქოლოგი, მასწავლებელს და სოციოლოგს. თუმცა არსებობს კურსები, რომლის გავლის შემდეგ შეგიძლია ეს პროფესია დააკომპენსირო, ხო, რაღაცნაირად. კი, დანახე, მთელ მსოფლიოში ფსიქოთერაპია ისედაც დიპლომის შემდგომი განათლებაა. და საქართველოშიც ბევრი კურსია ერთმანეთზე უკეთესები, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენია ეს პოზიტიური ფსიქოთერაპიის კურსი. 1 წელი უნდა ფსიქოკონსულტირების სწავლას და პლუს 3 წელი უნდა ფსიქოთერაპიის სწავლას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სპეციალიზაცია ბავშვთა მიმართულებით. და ერთ-ერთი მთავარი, რასაც ჩვენ ვთვლით, ეს არის, როდესაც ბავშვებთან მუშაობთ, ბავშვებთან არ მუშაობთ მშობლის გარეშე. მშობლის ჩართულობა არის აუცილებელი და ზუსტად ამის გათვალისწინებით ზუსტად ეხლა ჩვენ ვხსნით ერიქსონის აკადემიას, სადაც ბავშვების და მშობლების თემა იმდენად მოთხოვნადია საქართველოში, რომ არსებული არაჩვეულებრივი ცენტრები ვეღარ აუდის ამ ბავშვებს. რა თქმა უნდა, და ძალიან დიდი მოთხოვნაა და მე ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყნის შეცვლაზე, ქვეყნის მომავალზე, პირველ რიგში ეს იწყება ბავშვებიდან და მგონია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებიდან დავიწყოთ ის, რომ ბავშვებმა გაიცნონ საკუთარი თავი. ჩვენ ყოველ დიდი პრობლემა რა გვაქვს ხოლმე, ხო, ჩვენ თაობას და ჩვენ შემდეგ თაობასაც არ ვიცით რა გვინდა ძალიან ხშირად. იმდენად ჩადებული გვაქვს მშობლებისგან, რომ ეს გინდა თუ ის გინდა, რომ შენ მე 45 წლის ასაკში მივხვდი ზუსტად რა მინდოდა და ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ის, რაც მე მინდა. და ამასთანავე ჩემ მეგობარი მეუბნებოდა, მილიონი რომ მოგცენო და გითხრანო, რომ $1,000,000. და გითხრანო, რომ აი შენ მილიონი, ოღონდ არ იმუშავებ შენი სპეციალობით. რომ დავფიქრდი, მილიარდიც რომ მომცენ. არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები თუ მეტყვიან, რომ შენი პროფესიით არ იმუშავებ. და რა ბედნიერებაა, როდესაც ასაკში ამას პოულობ და ხვდები, იმიტომ რომ მე ხომ მე აღარ ვიქნები, მე თუ ის არ ვაკეთე, რასაც ვაკეთებ, ნახე, მარი კოლეგა ხარ და მე და შენ დიდი ხანია მეგობრობ და კარგად მიცნობ და ზუსტად რა გვაერთიანებს ჩვენ ადამიანების სიყვარული, ხო? რომ აი რომ ვცვლით ამ ადამიანებს და მე გიყვარდება ეს ადამიანი, შენი სულის ნაწილს რო აძლევ და შენი შვილივით ხდება. ფაქტიურად ჩინელებს აქვთ გამოთქმა, ადამიანი ორჯერ იბადებაო, ხო? ერთხელ როცა ფიზიკურად იბადება და მეორედ როცა იგებს რისთვის დაიბადაო. აი რისთვის დაიბადა, რო იგებს, იმაში რო იღებ მონაწილეობას, იმდენი შვილობილები მყავს. გიждდები ყველაზე და ჩემი შვილი მეუბნებოდა ერთი გააკეთეო, ერთი რაღაცა შეკრება შენი შვილობილებისო და მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა. მართლაც ბედნიერებაა, როცა ესე ძალიან გიყვარს შენი საქმე ადამიანს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ინდიკატორიც ეგ არის, რომ სადაც არიღლები, ხშირად მithkoms, როგორ გავიგო რა არის ჩემი, სადაც არიღლები და სადაც გაქვს იმშვიდე, სადაც გაქვს სიხარული, აი ეს ის ადგილია, სადაც ალბათ უნდა იყოს ადამიანი. და აი მაინტერესებს 4 წლის განმავლობაში რა სწავლობენ ეს ადამიანები, რა არის ის, იგივე თქვენ არტი ახსენეთ, ლალი, ეს არტი არის ცალკე მიმართულება. რა თქმა უნდა, ახლა ნებისმიერი სკოლა ფსიქოთერაპიული თავის თავში მოიაზრებს სხვადასხვა ბაზისურ მიმართულებებს, ეს არტი იქნება თუ სხვა რამე და იგივე ზოგადად ურთიერთობით და რაპორტით იწყება და უპირობო მიღებით ადამიანი, ხო, ეს როჯერსი ამ ხრივ გენიალური იყო, იგივე ნებისმიერი
რაც არ უნდა გააკეთო ადამიანმა თუ ადამიანობა არ ჩადე რობოტთან ურთიერთობა არავის არ უნდა. სხვა ზეი როჯერსი სვამდა ამ კითხვას რომელი გირჩევნიაო მიხვიდე რობოტთან რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გამოცრის თუ მიხვიდე ადამიანთან რომელიც გაიგებს მოგისმენს და სითბოთი თბილი თვალებით და სიყვარულით შემოქმედებს. შეხედვით ბევრად მეტი გითხრას, ვიდრე რობოტმა 10 კითხვაზე პასუხით, ხო? და სხვათა შორის ეს პოზიტიური ფსიქოთერაპია არის მეტამოდელი. ერთ-ერთი მის საფუძველი არის როჯერსის მოძღვრება ზუსტად. და ძალიან ბევრი საუკეთესო მიმართულებები აქვს ამორჩეული და იქიდან არის აღებული ბევრი, რომელიც არის მერე გადამუშავებული და შექმნილია ცალკე მიმართულება. ძალიან ხშირად აიკითხულობენ ხოლმე, რომ რამდენი ფსიქოთერაპია, ბევრი. 4000-ზე მეტი მიმართულებაა ფსიქოთერაპიის, თუმცა მხოლოდ 30-ია თუ არ ვწდები აღიარებული. და რატო? რის საფუძველზე ხდება ეს აღიარება, ხო? იმისთვის, რომ ფსიქოთერაპიული მიმართულება ჩაითვალოს მოდალობად და იყოს აღიარებული, სამი რამ სჭირდება, ხო? პირველი შეხედულება ადამიანზე, მეორე პრობლემის წარმოშობა, წარმოქმნა, სად ხდება ეს პრობლემა და მესამე ინსტრუმენტები. და ადრე იყო ესეთი შეხედულება ადამიანებზე, რომ ადამიანი იბადება ბოროტი და ცუდი და სჭირდება, რომ რაღაც ძალა დაატანო, მასზე იმოქმედო, დასაჯო, რომ ის გამოსწორდეს. მერე უკვე შემდეგ მე-18 საუკუნეში თუ არ ვწდები, ინგლისის პრემიერ-მინისტრი იყო ჯონ ლოკი, რომელმაც თქვა, რომ არა ჩემო კარგებო, ადამიანი იბადება როგორც სუფთა დაფა და რასაც მასზე დაწერო, ზუსტად ისეთი ხდებაო. უფრო მოგვიანებით შემოვიდა ფრანგი ჟან-ჟაკ რუსო, რომელმაც თქვა, რომ ადამიანი იბადება კარგი დაბადებიდან და ჩვენი მოვალეობა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანს, რომ ეს კარგი ამოწიოს და განვითარდეს ამ მიმართულებით. აი პოზიტიური ზუსტად ამ მესამე მიმართულებას ითვალისწინებს და ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანი არის ძვირფასეულობით სავსე საბადო. რომელშიც ეს ძვირფასი თვლები არის მიმობდეული. ზოგი დამალულია, ზოგი ძალიან ღრმად არის, ზოგი საერთოდ იქით არის გადაგდებული და ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომ აი ეს ძვირფასი თვლები მოაგროვოს და მაღლა ამოიტანოს. ანუ ნახე მარი, ეს არის რესურსებზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია. ადამიანებს ვეხმარებით ის რაც მასშია ამისი რეალიზება მოახდინოს და ყველა ადამიანი გენიოსია, ყველა. უბრალოდ არ ვიცით ხოლმე ზოგჯერ რა მიმართოთ. ბავშვებშიც ასე არ არის. ისო გენიოსიაო. გენიოსია, იმიტომ რომ გარემო ოჯახმა შეუწყო ხელი. ეხლა წარმოგიდგენია ბეთჰოვენი რო სხვაგან დაბადებული იყო, შეიძლება არც ყოფილიყო ბეთჰოვენი, ხო? ალბათ გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალიზაციის პროდუქტია ადამიანი. თუმცა სხვათა შორის აი დღეს ძალიან ბევრი საუბრობს უკვე იმ შლეიფზე, რაც მოყვება ჩვენი წინაპრების გამოცდილება, ცოდნა, მშობლების პირველ რიგში, მერე ჩვენი საკუთარი და ადამიანი როგორც არის ძვირფასეულობის საბადო, ასევე საკმაოდ დაზიანებულიც არის. რა თქმა უნდა. და ხშირ შემთხვევაში ურთიერთობა ხდება დაზიანებულ ნაწილებთან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის დაზიანებას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი საღი ჯანსაღ ნაწილთან დავიჭიროთ კონტაქტი, რომ ადამიანს მოუნდეს რომ გააჯანსაღოს ის თავისი დაზიანებული ნაწილიც, რომელიც მას აქვს, იმიტომ რომ მარტო იმაზე აქცენტის გაკეთება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, მე ვთქვი, თორე აი ჩვენთან დაასრულე და გეტყვი ზუსტად მარტო აქცენტის გაკეთება ნეგატივზე აუცილებლად ცუდ შედეგს მოიტანს. ხო შეიძლება ამას წინათ ერთმა თქვა, რომ ებრაელი დედაო ქართველი დედისგან იმით განსხვავდებაო, იქ ევროპელი იყო, მაგრამ გადააკეთეს ქართველად, რომ როდესაც ხუთი რაღაციდან ერთს გააკეთებსო, ებრაელი დედა იმას შეაქებსო იმ ერთსო. რომ ყოჩაღეს რომ გამოგივიდა და აი როდესაც ხუთიდან ერთს ვერ გააკეთებსო ევროპელი დედა იმას აღნიშნავს რომ აი ეს რატომ არ გააკეთე ანუ არასაკმარისობის განცდას ჩვენ თავიდანვე უღუებთ რაც არ უნდა ვქნა მე არ ვარ შენთვის საკმარისი ვისთვის შენთვის მშობლისთვის და მშობელი არის ჩვენი პირველი აუდიტორია
პირველი კონტაქტი სამყაროსთან და ის პატერნი მოყვება მერე მთელი ცხოვრება და თქვენ რო თქვით ლალი რომ რაღაც ასაკში გავიგეო რა მინდოდაო აი ეს სამი კითხვა ხშირად სამი კი არა მე ვიძახი რომ ხუთი კითხვაა თქო ეგზისტენციალურის გარდა გასაცემი ვინ ვარ როგორი ვარ მე რა მინდა რა მჭირდება და რა შემიძლია აი სწორედ რა რესურსი მაქვს რა მჭირდება ეს must-ს რო ეძახიან რა უნდა გავაკეთო და რა მინდა რა სურვილები მაქვს სამივე სხვადასხვა და შეიძლება მინდა მაგრამ არ მჭირდება და ან არ შემიძლია ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამკუთხედია რასაც ჩვენ ვტრიალებთ და აი ამის აღმოჩენა ხდება ადამიანთან ალბათ ჯერ თვითონ უნდა გაერკვეს ის ვინც მომავალი ფსიქოთერაპევტია ხო ჯერ შენ თავში თუ შენ არ ახარ საკმარისი და თუ შენ არ ყავს შენი თავი მიღებული რა თქმა უნდა სხვას ვერ დაეხმარები და აი რაც თქვი მარიზუთა წინაპრებზე ორე პოზიტიური ფსიქოთერაპია კიდე რით განსხვავდება სხვა მიმართულებებისგან ჩვენ გვაქვს სტრუქტურა ჩამოყალიბებული სტრუქტურა რომელსაც შეგიძლია გაყვე და შენი ცოდნა გამოიყენო ნებისმიერი მიმართულებით და აი ზუსტად ეს ერთ-ერთი ჩვენ ასე ვეძახით მიბაძვის მოდელი მე რამეს მოდა ჩემზე ბავშვობიდან როგორ ვიყავი როგორ ზემოქმედებდნენ ჩემზე სხვები დედის და მამის ურთიერთობა შემდეგ დედის და მამის ურთიერთობა გარემოსთან ოჯახთან და დედის და მამის ურთიერთობა სამყაროსთან აი ამ ყველაფერს როცა გავდივართ აღმოვაჩენთ რომ საიდან იწყება ეს ზუსტად ეს ჩვენი რწმენა წარმოდგენები შეზღუდული დაზიანებული და ხშირად მოგეხსენება მოდის ადამიანი თავისი გონია და აღმოჩნდა რომ ბავშვობაში ისე ჩაუდეს რომ ვერც მიხვდა და თავისი გონია და უზიანებს თელ ცხოვრებას. აი პირველ რიგში ამაზეც მუშაობთ ჩვენ და კიდევ ამბობთ ნეგატივი და პოზიტივი ხო? კოგნიტივისტების მსგავსადაც ხო? იმიტომ რომ ეს კოგნიტური მიმართულება მოკლედ რო ვთქვათ ეს პოზიტიური ფსიქოთერაპია და ის რომ ნახე პოზიტივიც და ორივე უკიდურესობა დამანგრეველია. რა თქმა უნდა. ჩვენი ერთ-ერთი საყრდენი ეს არის ბალანსის მოდელი, რომ ადამიანი იყოს ბალანსში. განვიხილავთ 4 ძირითად სფეროს, ეს არის სხეული და სხეულთან ურთიერთობა, ეს არის საქმიანობა და მიღწევები ნებისმიერი მიმართულებით, ეს არის კონტაქტები, ურთიერთობა ადამიანებთან და მეოთხე ეს არის ფანტაზია, აზრები, ფიქრები, ოცნებები, გეგმები, რწმენა. აი ამ 4 სფეროში როგორ ვანაწილებ მე ენერგიას და თუ რომელიმეში გაქცეული ვარ, ხო ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მაგალითად საქმიანობა გაქვს 80% და სხვაგან გაქვს ცოტა. თუ ეს დიდი ხანი გრძელდება, ადამიანი ზიანდება, ანუ ადამიანი ჯანსაღი აღარ არის. შეიძლება სხეული მქონდეს ჯანსაღი, მაგრამ მარტო სხეულის ჯანსაღად ყოფნა არ შველის, ხო? თუ დანარჩენი მე საქმიანობაც არ მაქვს ნორმალურად, ურთიერთობები არ მაქვს ისეთი როგორიც საჭიროა, რწმენასთან არა ვარ ისე როგორც მჭირდება და ჩემს წარმოდგენებთან, მაშინ ჯანსაღი ვერ ვარ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენი რომბი, ეს 4 კუთხე მე ამას ძალიან კარგად ვიყენებ, იმიტომ რომ ეს თქვენთან სწორედ პოზიტივისტებთან მოვისმინე და ოღონდ ბევრ სხვა მიმართულებაში ზუსტად ბალანსიდან გამომდინარე, რასთან აბალანსებ, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მართლაც თავკომბალად შეიძლება გადაიქცეს ადამიანი, თუ დაიგნორებს თავის სხვა ფუნქციებს, სხვა მოვალეობებს, სხვა პასუხისგებლობებს და მარტო ერთი მიმართულებით იქნება თუნდაც ძალიან განვითარებული. და ეს ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ძალიან მომწონს ეს თქვენი. საერთოდ ძალიან ბევრი რამ მომწონს თქვენთან. თუნდაც ის რომ ვთქვათ, უამრავი უცხოელი ჩამოდის, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები. და თქვენ სტუდენტებს აქვთ მათთან პირდაპირი წვდომის საშუალება. ეს სხვაგანაც ხდება, მაგრამ აი თქვენთან რომელ ქვეყნებთან გაქვთ ძირითადად ურთიერთობა? ეხლა მაგალითად ყავდა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან, უკრაინიდან, რუსეთიდანაც, ამერიკიდან, ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობთ ძალიან აქტიურად. ცნობილია ჩიკაგოს და ჰოპკინსის. ყავდა სხვათა შორის ძალიან კარგები არიან. მოკლედ საქართველოს შევაყვარეთ. და ეხლა იხვეწებია რომ კიდე ჩავატაროთ შავად
მეუთხარი დიდი სიამოვნებით და ნახე მარი გამახსენდა ახლა ერთი პოზიტიური ფსიქოთერაპიაში ერთ-ერთი მიმართულება არის ამბები, თქმულებები, ზღაპრები და ხო მაშაყირებენ მე სადაც მივიდე ხო ერთი ზღაპარი მაინც ხო უნდა მოვყვე ხოლმე აუცილებლად იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ძალიან მიყვარს ჩვენი კოლექტიური არაცნობიერია რა თქმა უნდა არაჩვეულებრივია და აი ჩემია მე ბავშვობიდან რა ვიცი კითხვა რო ვისწავლე იმის მერე მე არ ამახსოვს დღე მიუხედავად იმისა რომ რა ვიცი მართლა ისეთი გადატვირთული გრაფიკი მაქვს მაგრამ ის დღე არ არის მე თუ რამე არ წავიკითხე და ისე მიყვარს ამისი გაზიარება ჩვენ რას მოგუყვებით ხო და პოზიტიურზე გამახსენდა ანუ პოზიტიურიდან გამომდინარე ესეთი პატარა მოთხრობა კაცი დგას ცალფეხზე და დაიღალა ძალიან და ზოგი მიდის ეუბნება რომ წყალს მოგიტან მეორე უნება ისი რა შენ რა მაგარი ყოფილხარ როგორ უძლებ მესე უნება რომ შენ ზამბარა ხარ წარმოიდგინე და გაჩერდები და გაძლებ მეოთხე მიდის და ქოლგასაფარებს რომ მზიდან დაიცვას მაგრამ აღარ შეუძლია უკვე ეს დღეში პატარა ბავშვი გაივლის და ეუბნება რომ კიმარო შეხო მეორე ფეხიც გაქვსო დადგიო რა პრობლემაა აი ზუსტად მაგას ვაკეთებ ვახსენებთ ადამიანებს რომ მეორე ფეხიც გაქვს ხშირად გვავიწყდება ხო ეს მეორე ფეხის არსებობა და ანუ სხვა შესაძლებლობების მოძიება საკუთარ თავში და სამყაროში რა თქმა უნდა მაგრამ შენ დამოკიდებულებებთან მუშაობ და ზუსტად მაგასთან დაკავშირებით ანუ ჩვენ როგორ უდგებით მაგას გეტყვი საინტერესო აი როდესაც ადამიანი მოდის მაგალითად სვამს ხე ჩვენ არ ვიწყებთ მუშაობაზე რომ მან არ დალიოს ჯერ ვიგებთ რატო სვამს იქნებ იმიტომ სვამს რომ რაღაცა თამამდება როცა სვამს ან იქნებ იმიტომ სვამს რომ რო არ დალიოს დარდისგან შეიძლება გული გაუსყდეს ნახე განვიხილავთ ამას რასაც ის აკეთებს რომ ეს მას ჭირდება რაღაცას ეყრდნობა როგორც ყავარჯენს და ეს ყავარჯენი რო გამოვაცალო დავარდება ამიტომ ვეძებთ მიზეს რატო სვამს და მე ვცდილობთ რომ მივცეთ ის რასაც ამ მაგალითად დალევით იღებს ჩაუნაცვლოთ და როცა ჩაუნაცვლებ სხვა ყავარჯნით ეს ყავარჯენი შეგიძლია უკვე უფრო მარტივად გამოვაცალო და ძალიან საინტერესოა ჩვენ ვთვლით რომ ყველაფერი რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფრის უკან არის სარგებელი. ამაზე როგორც წესი კი იცი რომ მოდიან და გეკითხები, გეუბნებიან რომ აი ეს რას გაძლევს და როგორც წესი გეუბნებიან რომ არაფერს. თუმცა მე ღრმად რო ჩადიხარ აღმოჩნდება რომ აუცილებლად აძლევს რაღაცას და აი ეს რაღაცა რო იპოვო რომ რა არის ეს. შესანიშნავ რამე შეეხეთ ნამდვილად მეორადი სარგებელი რომელიც არის მიმალული თვალთაგან და ხშირად არაცნობიერია ეს სარგებელი და მართლაც თავიდანვე რომ ეს კითხვა დაუსვა და მე ძალიან შეაშინებ, იმიტომ რომ მისთვის ეს არის ტანჯვა და მაგრამ ეს ტანჯვა არის რაღაცის ადგილას აღმოცენებული, რასაც ის თვალს ვერ უსწორებს. მის რეალობაში და სწორედ აი ეს წიაღსვლები აქ ჩასვლა და ამის აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს იცით გონებისა და გულის კონტაქტი და ეს თუ არ მოხერხდა მარტო მიხვედრით რამდენი ექიმია რომელმაც გადასარევად იცის რა როგორ მოქმედებს თავის ტვინზე იგივე მაგალითად ფსიქოაქტიური ნივთიერებები ეს ცოდნა მას არ შველის ცოდნა მარტო არ შველის თუ არ მოხდა გატარება ემოციაში მისი ეს უზნაძე რომ ახაგანცდას ეძახის რომ ანუ რაღაცას უნდა მიხვდეს ადამიანი ოღონდ მიხვდეს ემოციურად აი ეს ძალიან კარგი რამ არის და ფსიქოთერაპიის პროცესში ეს თუ არ მოხდა ხშირ შემთხვევაში არგუმენტები მარტო არ მუშაობს ამიტომ ემოციური სფეროც ძალიან ჩართული უნდა იყოს მე რომ მკითხო პირველ რიგში უნდა ემოციური იყოს რა აი ეს ქიმია თუ არ შედგა შენსა და კლიენტ შორის ფაქტიურად შედეგზე მე ვერ მუშაობ თუ არ მოხდა ის რომ არ მივიღეთ ერთმანეთი და არ გამიჯდა მის მიმართ ეს რა ვქნა მე მიყვარს ჩემი კლიენტები არ არისო ხანდახან მე უნდა მართლაც სწორი ესეო მაგრამ მე დამოკიდებული არ შემიძლია სხვადაირად
და ეს იცით რაღაც მიმართულებები არის თქვენ თავიდან ახსენეთ, სადაც ეს არათუ არ შეიძლება არ იყო წახალისებული, მოდი პირდაპირ ასე ვთქვათ, იყო სარკისებური მიდგომა, იგივე პირველი ანალიტიკოსები, რომლებიც რასაკეთებდნენ, გამარჯვებასაც არ ეუბნებოდნენ ზოგჯერ პაციენტს, ხაზგასმით ვიტყვი, იმიტომ რომ ის იყო პაციენტი, ძირითადად იყვნენ ექიმები და ფსიქიატრები და ოპტიმალურ ფრუსტრაციას იწვევდნენ მაშინ, რომ გაბრაზებულიყო და წამოეღო ეს თავისი შინაგანი. ნუ რაღაცა ამაში იყო თავისი, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებას აქვს თავისი, იმიტომ რომ ვიღაცას ფრუსტრაცია ჭირდება, ვიღაცას სხვა რამე ჭირდება და სხვადასხვა ვინც ფრუსტრაციით მუშაობს, ისინიც საკმაოდ კარგად გადიან შედეგებზე, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ვინც პოზიტიური მიღებით. აბსოლუტურად. მაგრამ გეცოდინება ექსპერიმენტი რო ჩაატარეს ამერიკაში. ექსპერიმენტი ჩატარდა 60 მიმართულების ფსიქოთერაპევტი იყო ჩართული. და აინტერესებდათ შედეგს ვინ დადებდა უკეთეს და რა აღმოჩნდა. ჯერ პირველი აღმოჩნდა ის, რომ დამწყებ ფსიქოთერაპევტებში გასაგები იყო, რომელი რა მიმართულებით მუშაობდა. უკავე ფსიქოთერაპევტებს, რომლებსაც დიდი ხნის გამოცდილება ჰქონდათ, ვერ იგებდი, რომელი მიმართულების წარმომადგენელი იყო. იმდენად სხვანაირად მუშაობდა. შედეგი იყო ერთნაირი, თავარი იყო ადამიანის სიყვარული. იქ სადაც იყო სიყვარული, შედეგი დაიდო ყველგან. დიახ, დღეს არის ეს BEPS ეძახი, ამ brief eclectic psychotherapy, რომელიც არის სწრაფი და ეკლექტური მიდგომები, რომელიც ძალიან კარგად ეკლექტური, იმიტომ რომ აი თქვენ სწორად შენიშნეთ, არსებობს სხვადასხვა მიმართულება და ჩვენ გვაქვს ჩვენი პირადი ფილტრი, მაგალითად კულტურალური, რელიგიურიც, ტრადიციული, ნებისმიერი ფილტრი აქვს თვითონ პიროვნული ადამიანს, ყველაფერს ის ვერ იღებს, არ იღებს და შესაბამისად ამ ფილტრის მეშვეობით მე თვითონაც მუშაობს ნაზავით იმ ცოდნის, რაც მას აქვს და გამოცდილებით. ორი შემთხვევა ერთმანეთს რო არ გავს, ხო იცით, ორი ფოთოლი არ გავს ერთმანეთს და ესე მე ერთვება ინტუიცია, საამნიშნელოვანია მუშაობის დროს და წლებთან ერთად მოდის გამოცდილება. აი ეს ეკლექტური და ეს ტრანსკულტურული თქვენ სახელში რაც ძალიან მომწონს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალური მიდგომა. აბსოლუტურად გეთანხმები. აქვს ადამიანს, იმიტომ რომ ერთხელ ერთ-ერთი ფსიქიატრი მეუბნებოდა, მე საზღვარგარეთ მუშაობდი ერთ-ერთ ქვეყანაში, ანგლოსაქსონში და ისე განსხვავდებიან ჩვენი და იმათი ნარკომანები ერთმანეთისგან, რომ აი გაოცებული ვარ, რომ ძირში და ძალიან ადამიან ზოგად საკაცობრიოში არავინ არ განსხვავდებით, რაღაცა ფუნდამენტში გვაქვს საერთო ბევრი, მაგრამ აი ის, რომ სულ სხვადასხვა გარემოში იზრდება ადამიანი და სხვადასხვანაირი დამოკიდებულება, წახალისება სოციუმიდან, თუ პირიქით, რა ვიცი, დამუნათება, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ისეთ სამყაროში, როგორც არის ქართული სამყარო, ისეთ თბილში, ისეთ კოლექტივიზმისკენ მიდრეკილში, ისეთ სადაც სუფრა არის, სადაც ერთმანეთის მოფერება არის, მიღება, იგივე სადღეგრძელო ზოგს ქათინაური გონი, არა, თბილი და ტკბილი სიტყვა, რომელიც ადამიანისთვის არის წამალი, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის მაკურნებელი და ჩვენ ხშირად მithქვამს მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ და არ ვაკვირდებით, რას ვამბობთ. აი იმ სიტყვას რამხელა ძალა აქვს. ფსიქოთერაპია ხო სიტყვით მკურნალობაა. და ეს არის ძალიან სიტყვით სულის მკურნალობა. რა თქმა უნდა, სიტყვით. შეიძლება ადამიანი მოკლას ადამიანმა და შეიძლება პირიქით ფეხზე დააყენოს და გააცოცხლოს. ეს მნიშვნელოვანია და აი თქვენი სამომავლო გეგმები რა არის? ახლა რამის აპირებთ კიდე რამის გახსნას, რაღაც განვითარებას, იმიტომ რომ მე რო გიყურებთ წლებია, რაღაც ახალ-ახალს თავაზობთ საზოგადოებას. ხო, ვერ ვისვენებ. ერთ ადგილას სულ მინდა რომ რაღაცა ისეთი გავაკეთო და ჩვენ პროფესიას ყველაზე კარგი რა აქვს. ისეთ სიყვარულს იღებ. და მე არ მეგულება პროფესიას, სადაც ესე გიბრუნდებოდეს
ეს სიყვარული სითბო და ერთად იმდენი რაბის გაკეთება შეიძლება და შეგიძლია. ეხლა გითხარი რომ ამ ბავშვთა და მშობელთა ცენტრს ვხსნით, ეს იქნება ერიქსონის აკადემია და ერიქსონი რატო და მოგეხსენება რატოც ეს ლაპარაკია ერიკ ერიქსონზე, რომელსაც განვითარების თეორიები და ზუსტად ამაზე დაყრდნობით და ამის გათვალისწინებით გვინდა მომავალ თაობას და მშობლებსაც რაღაც ვემსახუროთ, გვინდა ასევე გავაკეთოთ პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრი და უახლოეს გეგმებში რაც მაქვს, პარასკევს გვაქვს პლეიბექ თეატრის წარმოდგენა ონკოდაავადებული პაციენტებისთვის. გავაკეთეთ ეს ჩვენ, მე ვარ სერტიფიცირებული ადამიანი ამ მიმართულებაში და ფსიქოლოგიასთან არის ძალიან ახლოს. და მე მგონია რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანზე ძალიან კარგ გავლენას მოახდენს და გარდა ამისა მინდა გავაკეთო პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფესტივალი. რომ ადამიანებმა უფრო ახლოს გაიცნონ, უფრო თავის თავზე გამოსცადონ ეს სიამოვნება. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით. გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ანაზღაურებადი მომსახურება გვაქვს, ჩვენი კურსდამთავრებულები, როდესაც ხდებიან ფსიქოკონსულტანტები, მათ ვალდებულებაში უდევთ, რომ აუცილებლად 1 წლის განმავლობაში უნდა მიიღონ ადამიანები საჩუქრად და ვემსახუროთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს არ არის ხო ისეთი ადვილად ხელმისაწვდომი სიამოვნება და ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ ყველას გვაქვს ეს ჩვენი ვალდებულება, რომ ადამიანებს ჯერ ერთი გავაგებინოთ რა არის ფსიქოთერაპია. ზოგჯერ ადამიანს უჭირს და არ იცის ხო სად მივიდეს, რა გააკეთოს და როგორცაც სტიგმა არის ზოგჯერ მიუხედავად ამდენი სკოლისა უკვე. ძალიან შეიცვალა ამ ბოლო დროს მართალი რომ გითხრა. მე მაგალითად არ ვმუშაობ დიაგნოზიან კლიენტ პაციენტებთან. მე არა ვარ ექიმი. და თავიდან მუშაობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი არ არის. ჯობია ამ მიმართულებით იმუშაონ ადამიანებმა, ვინც ეს საქმე კარგად იცის. მუშაობ ურთიერთობებზე, წყვილებთან, მშობლების და ბავშვების ურთიერთობებზე, განვითარებაზე, წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიას ვასწავლი უნივერსიტეტში და ვთვლი, რომ ეს არის ჩემი და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს და რაც ძალიან კარგად გამომდის. ნამდვილად კარგად გამომდის. ხო და არ მაქვს პრეტენზია ექიმობაზე, იმიტომ რომ არ ვარ ექიმი, არ ვარ ამ მიმართულებით, მაგრამ ის რაც ჩემია, ნამდვილად ჩემია და სულს და გულს ვდებ იმაში. და სულ ვითარდები, ხო, სულს წარვ. გარდა იმისა, რომ ფსიქოთერაპევტი ვარ, коуჩიც ვარ. ესეც ძალიან საინტერესო მიმართულებაა, თუმცა არ არის ჩემთან წამყვანი ფსიქოთერაპია. ჯგუფებთან მუშაობ და ჩემი საყვარელი ფსიქოთერაპევტი ირვინ იალომი, რომლის კურსსაც ახლა ვამთავრებ და კიდე ახალი წიგნს ვწერ. საკუთარი ბიოგრაფია და გამოცდილება იქნება ერთად. მე მგონია რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა და ძალიან საინტერესო ცხოვრებით ვისწავლე, რაც შეიძლება ვიღაცისთვის მაგალითი გამოდგეს, ჩემი იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული. იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული ჯერ შვილებთან ურთიერთობაში. რომ მე მგონი, აი ამის გაზიარება ძალიან ამის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. აი ძალიან მაინტერესებს ლალი მშობლების და შვილების ცენტრი ერიქსონის სახელობის რო იძახით. აქ იქნება საშუალება რომ ერთადაც მიიღოთ ორივე წყვილი როგორც დედა-შვილი თუ ცალკე შვილებთან და ცალკე ბავშვებთან. კი, მშობლებთან და ესეც მუშაობთ ერთად, მაგრამ ეხლა მე რაც ვთქვი, ეს ცენტრი იქნება ჩვეულებრივი ბავშვთა განვითარების ცენტრი, ოღონდ ნახე, მარტო ბავშვებისთვის კი არ იქნება ტრენინგები, მშობლებისთვისაც იქნება. იმიტომ რომ მოგეხსენება, ბავშვთან მარტო მუშაობით შედეგზე ვერ გადიხარ. ბავშვთან მუშაობ, მშობელსაც უნდა მიეხმარო, რომ რაღაცებს სხვანაირად შეხედოს. სხვა კუთხით გაიცნოს თავისი შვილი და ეხლა როგორც შენ თქვი, მარტო ის კი არა დაინახოს რას დაშავებს, ისიც დაინახოს რას აკეთებს, სხვა მხრიდან დაინახოს თავისი შვილი და მშობლებს რო შვილებისთვის კარგი გვინდა, მასეთი არავის არ უნდა, მაგრამ ხშირად თავზე ვახავთ ჩვენ შეხედულებებს და აი ზუსტად ეს მინდა რომ აი ეს
გამიჯნა სადა ვარ მე, სად არის შვილი და ერთხელ ერთ-ერთ ტელევიზიაში მქონდა თება იყო სიზარმაცე. და ვთქვი რომ ნუ სიზარმაცე მიეცით ბავშვებს საშუალება იზარმაცონ. დღეში 1-2 საათი. იმიტომ რომ აქ იბადება კრეატივიზმი და სამწუხაროდ ისე დაჭრეს, რომ დატოვეს რომ ლალი ბადრიძე ამბობს რომ ბავშვებს უნდა იზარმაცონო. და მთელი თბილისი მირეკავდა რომ რას ამბობ კაცო და ის ბოლო მოაჭრეს და ნუ მე დაურეკე უთხარ რომ ის ბოლოც ბავშვმა უნდა იზარმაცოს ზომიერად. ის რომ ბავშვი დადის 7 წრეზე და 8 წრეზე ერთად და მშობელი ამბობს რომ ენერგიულიაო. ჩემო კარგო ეუბნები ენერგიული კი არ არის, აღზნებულია და გადაქანცულია და აღარ იცის რა გააკეთოს და ხანდახან ხომ იცი არა რომ მშობელთან მუშაობა საკმარისია რომ ბავშვი კარგად გავხდეს. რა თქმა უნდა, მით უმეტეს ბავშვი თუ და აქცენტი ჩვენი ერთ-ერთი იქნება მშობლებზე. აი წყვილებთან მუშაობა არის ძალიან საინტერესო ლალი, იმიტომ რომ მესმის რომ შეიძლება ორივეს ერთად არ მოუნდეს მოსვლა, ზოგჯერ ერთ-ერთი თulis რომ მას არ ჭირდება არანაირი ფსიქოთერაპია და მხოლოდ მეორე სჭირდება და დანარჩენ სამყაროს. ეგ ესე თulis ყველა. ეს თulis რომ იმას ჭირდება, ის თulis რომ იმას ჭირდება. აი როდესაც მივლენ იქამდე რომ ორივე სჭირდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი წყვილებთან როგორ მუშაობთ? წყვილებთან წყვილში. წყვილში ერთად როცა მოდიან და თუ ერთ-ერთი მოდის და მეორეს საჭირდება, მეორეს ვაგზავნის სხვა ფსიქოთერაპევტთან. თუმცა წყვილში მუშაობა ისეთი საინტერესოა, აი ერთი და იგივე პრობლემაზე რომ საუბრობ ჯერ ერთი, მერე მეორე. ვერც მიხვდები რომ ერთი და იგივეზე საუბრობენ, იმდენად სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ და იმდენად სხვადასხვა შეხედულება აქვთ. მე მყავდა წყვილი, მაგალითად მოუვიდათ, ნუ დაშორების პირას იყვნენ მისულები, რატო? არ ალაგებდა ეს გოგო საწყვილს. ყოველ დილით. ქმარი ეუბნებოდა რომ აალაგე ამ დილით, ეს არ ალაგებდა. რო ვიმუშავეთ, აღმოჩნდა რომ ბიჭის დედა იყო ძალიან მოწესრიგებული, ძალიან ცივი ადამიანი. მუშაობდა, მაგრამ რომ მოდიოდა ყველაფერი ქონდა დაწიკწიკებული, ძალიან ისე მოწყობილი და გოგოს ცოტა სხვანაირი ოჯახი ყავდა, იქ თავარი იყო წიგნები, განათლება და დიდ ყურადღებას ამას არ აქცევდნენ. და სიღრმეებში რო ჩავედით, აღმოჩნდა რომ ეს ბიჭი თulis რომ ეს რო ამას არ აკეთებს, ეს კი არ უყვარვარ. იმიტომ რომ დედასთან იცოდა რომ ეს რო კეთდებოდა სიყვარული იყო და ზუსტად დაელინკა იქ და სიმდრეში ვერ ხვდებოდა და ამ გოგოსთან ეს საერთოდ არ იყო სიყვარულთან კავშირში. ეს რო აღმოვაჩინეთ, ამ ბიჭმა თქვა რომ ვაიმე სუნუ დაალაგებსო, კაცო, ეხლა გავიგეო რომ რატო შფოთავდი ესეო და ამ გოგომ თქვა თუ მისთვის ესო სიყვარულს ნიშნავს, გავაწორებო ამ საწოლს, რა მნიშვნელობა აქვს. ეს მარტივი მაგალითი რომ ზოგჯერ ადამიანები ძალიან მარტივ რამეში ერთმანეთს ვერ უგებენ. სხვა შესანიშნავი ფილმია ფრანგული, ესეთია ცოლქმრული ცხოვრება, ორსერიანი ფილმია, რომელიც მე ურჩევ ყველა ფსიქოთერაპევტს ნახოს, იმიტომ რომ პირველ სერიას ყვება ცოლი, მეორეს ქმარი და ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ფილმია. მხოლოდ ინტერიერია იგივე და ტანსაცმელი. ზუსტად. მეტი არაფერი და ეს არის ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ სხვისი თვალებითაც შევხედოთ სამყაროს. და ნახე ერთ-ერთი მთავარი რასაც თulis პოზიტიური ფსიქოთერაპია ეს არის რომ ადამიანს აქვს მოთმინების ფიალა, რომელიც ესე წვეთ-წვეთად ჩადის მასში ეს ამბები, ეს განცდები, ეს ემოციები, ეს წყენები, ტკენები თუ ბრაზი და გროვდება. თუ ამას გასავალი არ აქვს და ბოლოს შეიძლება ერთი პატარა ბოლო წვეთი დაეცემა და იფეთქებს და მე ამბობენ კაცო რა მოუვიდათო გადასარევად იყვნენო და ამ ერთი ჭიქა აქ დგას თუ აქ დგას ამის გამო ოჯახი როგორ დაანგრიესო. სინამდვილეში ეს უბრალოდ არის ბოლო წვეთი, ხო? რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი არის დაგროვილი და თუ ჯანსაღი ურთიერთობაა და არ გროვდება და აქვს სადინარი, ანუ თუ ეს ნახეთ აქტუალური კონფლიქტს ვეძახით ჩვენ, აი აქტუალური კონფლიქტი მაგალითად ავტობუსში ვიღაცა ფეხი დაგაბიჯა და არჩევანი გაქვს, ან მოითმინო თავაზიანობა, ან იმ წუთას უპასუხო, ან ხელიკრა და უთხრა რომ აბა შენ გიჯი ხო არა ხარ ასაკეთებ. ხო და თუ თავაზიანობით უდგები მე და ამას ვითმენ, ეს ხო არსად არ იკარგება, ხო? ეს ჩადის და ბოლოს ნახე რა ხდება? ჩემი მოლოდინი და ჩემი რეალობა თუ აცდენაშია ერთმანეთთან, შინაგანი კონფლიქტი მაქვს. და მე ვარ ძალიან ცუდად. ხო და აქტუალურ კონფლიქტს თუ თავშივე გადავჭირით, რომ რაღაც არ მომეწონა და ვთქვი და გაგიზია, დამთავრდა. ის აღარ ჩადის სიღრმეში და ამას ჩვენ ჩემ თაობას ყო მე ეს არ ვიცოდი.
თავის დროზე. იმას არ ეწყინოს, ამას არ ეწყინოს, ამან ესე მიიღოს, იმან წამყევი არ მინდა მეზარება წავყვები, რო არ ეწყინოს. ამას უნდა მაგალითად რაღაცა ანუ არასთქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ძალიან გვიან ვისწავლე არასთქმა. სხვათა შორის ჯგუფურ ფსიქოთერაპიაზე მივხვდი ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როცა მოვყევი რაღაც ამბავი გამოიტანეთ, პატარა ამბავი მოვყევი, როგორ სვამ მეზობელთან ერთად ყავას და არ მომწონს და ყოველდღეს ვსვამ და რატო აკეთებ ამასო და რას ქვია ეწყინება მეთქი და დაეწყინოსო, როგორ გეკადრებათ, ვუთხარ როგორ უნდა ეწყინოს. რატო შენ კარგი გოგო გინდა იყო? კი არ მინდა, მე ვუთხარი ვარ მეთქი კარგი გოგო. კარგი გოგო ხარო? ხო და აი უცებ მარი რო აგენთება რაღაცა თავში, მივხვდი რომ კარგი გოგო ვარ. ყველასთვის. დედისთვის, მამისთვის, მეუღლისთვის, ძმისთვის, მეგობრებისთვის და მე სადა ვარ? არსად არა ვარ. ხო და გავხდი ცუდი გოგო. ბჭყალებში. ამას არ დავჭრით. და ვიცი რა, ეხლა ლექციაც მაქვს ესეთი, როგორ გავხდეთ, ანუ როგორ ვისწავლო არასთქმა. როგორ ვისწავლოთ არასთქმა. ცუდი სხვებისთვის ვიღაცას არ მოეწონება, ვიღაცა ვერ მიგიღებს, ვიღაცა არის საზღვარი, ლალი. არასთქმა არის მე და სამყაროს შორის საზღვარი და არა არის თავისუფლების ერთ-ერთი ნიშანი. უამრავ რამეს გთავაზობს სამყარო და ყველაფერი რომ მიიღო ისევე როგორც ყველაფერს არ ჭამ, არ გასინჯა, ისე არც უნდა უყურო, არც უნდა მოისმენო. ძალიან ესეთ ფიქრობდი ხოლმე რომ მაგალითად მყავდა ერთი კლიენტი, რომელიცაც დედასთან ვერ აწესებდა საზღვარს, დედასო რა უყოდა. დედა ურეკავდა ყოველდღე ტელეფონზე და გაუფასურება სრული. კრიტიკა და ინგრეოდა ეს გოგო და ერთადერთი ვერაფრით ვერ მიუდექი და მე ვკითხე რომ დედა შენმა რო აიღოს და ჯოხით გცემოს რა სიზავ მეთქი და გავერიდებიო ხო და ეს იგივეა მე ვთხარი უბრალოდ სულში გცემენ სულს გინგრევენ და შენი გადასაწყვეტია იმიტომ რომ დედას სჭირდება აღიარება დედას აკლია ის რასაც შვილი ვერ აძლევს და ცდილობს რომ ისევ ნაცადი გზით იაროს და ამან კერწრეზე იკვრებიან აი აქ მივედით ჩვენ უმნიშვნელოვანეს ურთიერთობებზე ინტერპერსონალურ ველზე რომელიც იქმნება აი თუნდაც ამ წუთას თუნდაც მესა და სამყაროს შორის და ადამიანურ სამყაროს გულისხმობ ამ შემთხვევაში და როგორ უნდა ვისწავლოთ და ვიცოდეთ ურთიერთობები, იმიტომ რომ წესების გარეშე ურთიერთობები არ არსებობს. წესებში მე არ გულისხმობ ახლა თქო ფეხბურთის და რაგბის წესებს ან რაღაც თუმცა არც უმაგისობაა, იმიტომ რომ არსებობს საზღვრები, რომელიც ადამიანმა უნდა დაიცვას ურთიერთობაში და მე თუ თქვენ ჩემსას ვიცავ, იქვე ვიცავ თქვენ საზღვარსაც. თუ მე ვიცი დაცვა საერთოდ, ეს იგი ვიცი შენიც როგორ დავიცვა, ხო? და პირიქით რეციპროკულია ეს და ეს საზღვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდეს, ჩვენ ხშირად შევდივართ კონფლუენციაში, მაგრამ მაინც რომ მოხდეს მაქსიმალურად პიროვნების საკუთარ თავთან შეხვედრა, რასაც ზოგჯერ შეიძლება იცხოვრო და ვერ მოახერხოს ადამიანმა. იმიტომ რომ ჩვენ აი ამ სირბილში, რასაც დღეს ცხოვრება ქვია, გაჩერება რა კარგად თქვი. სოციალიზმ მარი ხო იცი, კარლ იუნგი ამბობდა, რომ ყველაზე დიდი მოგზაურობა ეს არის მოგზაურობა საკუთარ თავში. ნამდვილად და საინტერესო. ყველაზე საინტერესო და როდესაც საკუთარ თავს შეიცნობ და შეიმეცნებ, სხვისი გაგებაც უფრო გიადვილდება. სხვისთვის დროც შეიძლება აღარ დაგჭირდეს. და კულტურალურად თუ ჩემთვის ვიღაცის საზღვრის დარღვევა, რასაც ახლა შენ ამბობდი, მე თუ არ ღვევინებ ჩემს საზღვარს, მეც ვარ ღვევს. ვერც ხვდები ისე ვარ ღვევ. და აი ძალიან საინტერესო იყო მახსოვს პირველ თერაპიაზე ჯგუფურზე როცა ვიყავი და კითხულობს ნურითი რომ აბა რა არის სიყვარულიო ვიღაცას ეკითხება ნუ მოკლედ ეს გაჩერდა და მე ვუთხარი ეს არის მეთქი აბა რა არისო მაგალითად ბრაზიო კიდე ვიღაცას ეკითხება ის კიდე გაჩერდა და ფიქრობს და მე ვუთხარი რომ ეს არის მე მითხრა რომ შენო რანაირად იციო ყველაზე იმისი სიყვარული რა არის იმისი ბრაზი რა არისო და უცებ მივხვდი მარი რომ ჩემი სიყვარული და ამისი სხვადასხვაა. ჩემი ბრაზი და ამისი ბრაზი სხვადასხვაა და ხო მარტივია თითქოს, მაგრამ მანამდე ამაზე არ მიფიქრია. გამოდიფერენცირებული არ ხარ. არ ვიცოდი. რომ თურმე რამდენი ადამიანიც არის, იმდენი სიყვარულია, იმდენი ბრაზია, იმდენი დამოკიდებულება აქვს და აი ამ ელემენტარულსაც რო იგებ, უკვე ცხოვრება გეცვლება და შეხედულებები გეცვლება. ლალი ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა.
ისეთი კარგი მოსაუბრე ხართ და საინტერესო რომ ვერ გელევით, მინდა გითხრათ ძალიან ვისიამოვნე თქვენთან ურთიერთობით და იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ მოხვალთ ხოლმე ჩვენთან. დიდი მადლობა და მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ლალი ბადრიძე. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.